მოგესალმებით, ეს 2030-ია, მე მაკა ცინცაძე ვარ. პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც ქვეყანა მილიონობით დოლარის ინვესტიციას მიიღებს, ამ დრომდე ჭიანურდება. გუშინ 2030-ში მილიარდიან პროექტ ნესკრაზე ვისაუბრეთ, დღეს კი თემად კვლავ ენერგეტიკა და უკვე ამჯერად ხუნო-ჰესის პროექტი შევარჩიეთ, რომლის ინვესტორი კომპანიაც სახელმწიფოსთან საბოლოო მემორანდუმის გაფორმების მოლოდინშია. მხარების განცხადებით წინასწარი შეთანხმება თითქოს მიღწეულია, თუმცა ინვესტორისა და ენერგეტიკის სამინისტროსგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც ვისმენთ. შეკითხვა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უპასუხოდ რჩება, როდის დაიწყება ხუნო-ჰესის მშენებლობა და კონკრეტულად რას გულისხმობს შეთანხმება. ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, ტრანსელექტრიკა ჯორჯიას ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა და 2030-ის კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. გადაცემის მესამე ნაწილში კი ნინუცა კახნიაური ხობიდან ჩაგვერთვება და ადგილობრივთა პრობლემების გარდა სამეგრელოში მიმდინარე და შესრულებულ პროექტებსაც გაგაცნობთ. ამ თემაზე უკვე სტუდიაში სტუმრად გვეყოლება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი. მანამდე კი დღეს აქტუალური თემების მიმოხილვა 2030-ის წევრებთან ერთად. ნარკოტიკული საშუალებების ფლობა და გასაღება ერთმანეთისგან საკანონმდებლო დონეზე იმიჯნება. ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება. მთავრობამ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეიტანა, რომლის შესახებაც 2030-ის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში სოფო კილაძე ისაუბრებს. სოფო, გასაგებია, რომ ცვლილებების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ჰუმანიზაციის თვალსაზრისით, თუმცა თუ შეიძლება უფრო დეტალურად და კონკრეტულად რომ გვითხრა, რას გულისხმობს ნარკოტიკების ფლობა გასაღების საკანონმდებლო დონეზე გამიჯვნა. მაკა ეს ცვლილება მოქმედი ხელისუფლების ნარკოპოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. განსაკუთრებით კი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლასთან მიმართებით. კანონპროექტით ერთმანეთისაგან იმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების ფლობა და გასაღება. სოფო, მაშინ როცა ვთქვათ, ფლობა რეალიზაცია არ არის გამიჯნული, ბუნებრივია პირის მიერ ვთქვათ, თანამდებობის ბოროტად გამოყენების რისკი საკმაოდ მაღალია. რა პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული? მოქმედი კანონმდებლობით ასეთი გამიჯვნა არ ხდება და ორივე შემთხვევისათვის ერთი და იგივე სასჯელია დაწესებული. მფლობელისა და გამსაღებლისათვის სანქციის ზომას კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ სასამართლო განსაზღვრავს. ეს ბუნებრივია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაღალი რისკის შემცველია. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად აღნიშნულ საკანონმდებლო ხარვეს წინა ხელისუფლება სხვადასხვა უკანონო მიზნებისათვის იყენებდა. ზოგადად პირისათვის ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტის დამტკიცება სასამართლოში საკმაოდ რთულია, ასე რომ ფლობისა და გასაღების გამიჯვნით სახელმწიფო თვითშეზღუდვას ახორციელებს და ამკვიდრებს მაღალ დასავლურ სტანდარტს. სოფო, მეტად რომ დაგვიკონკრეტო, ანუ ამბობ, რომ კანონპროექტის მიხედვით ნარკომოხმარება აღარ დაიშება, დაჭადი აღარ იქნება. მაკა ეს კანონპროექტი არ ეხება ნარკომოხმარებლებს, ის ერთმანეთისაგან მიჯნავს ფლობასა და რეალიზაციას და რეალიზაცია შესაბამისად უფრო მკაცრად დაიშება. სოფო, ასევე საინტერესოა შენახსენე, რომ სახელმწიფოს მიერ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. კონკრეტულად რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს? პირველ ყოვლისა, ამის თქმის საფუძველს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს ისტორიისათვის ნარკოტიკების პარტიების უპრეცედენტო ამოღებები გვაძლევს. მაგალითად, 3 ტონამდე თხევადი ჰეროინის, 117 კილოგრამი ჰეროინის, 5 ტონა მარიხუანას ამოღება და სხვა მრავალი შემთხვევა. საქართველოს წინსვლას ამ სფეროში აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც ნარკოტიკების 2015 წლის ანგარიშში, სადაც წინა წლების ანგარიშებისგან განსხვავებით პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მიღწევები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში სოფო კილაძე საუბრობდა. 2012 წლის ამნისტიის შედეგად სხვადასხვა სტატუსით საპრობილეებიდან ათასობით ადამიანი გათავისუფლდა. რა შედეგები მოჰყვა მასობრივ ჰუმანურ აქტს, თემაზე, რომელიც ამ დრომდე განხილვის საგანი და ბრალდებების საფუძველიც არის 2030-ის წევრი ტიკო ნიბლოშვილი ისაუბრებს. ტიკო 2012 წლის მასობრივი ამნისტიის შედეგად საკმაოდ ბევრი მსჯავრდებული გათავისუფლდა. საინტერესოა, რა ინტენსივობით ჩადიან ეს პირები დანაშაულს განმეორებით. ანუ მაინტერესებს სტატისტიკის შესახებ თუ გაქვს ინფორმაცია. მოგესალმებით. დავაზუსტებ 2012 წლის ამნისტია თანდათანობით 2014 წლის ნოემბრამდე 8723 ადამიანზე გავრცელდა. მათგან 3000 კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. განმეორებითი დანაშაული 2012 წელს ამინისტრირებულთა მხოლოდ 6%-მა ჩაიდინა. აქედან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მაჩვენებელი 2%-ს არ აჭარბებს. ანუ გათავისუფლებულთა 94%-ს ხელახალი დანაშაული არ ჩაუდენია.
ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს ამინისტიის აქტის პოზიტიურ მნიშვნელობას. თუმცა გარკვეული პოლიტიკური ძალები საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ცდილობენ გათავისუფლებული პირების სტიგმატიზაციას და საზოგადოების თვალში ამინისტიის აქტის მნიშვნელობის დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა პირები ამინისტიით გათავისუფლებულ პირებს მიზანმიმართულად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ და იმის გამო, რომ მასობრივი ჰუმანური აქტი სწორედ 2012 წელს განხორციელდა, მოსახლეობას უარყოფითი განწყობა ექმნება 2012 წლის ამინისტიასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ამ ამინისტიით უამრავმა უდანაშაულმა ადამიანმა საპყრობილე დატოვა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამინისტირებული ადამიანი პირდაპირ ასოცირდება დამნაშავესთან სამწუხაროდ. ბოდიში, როდესაც ადამიანს მოვიხსენიებთ ამნისტიით გათავისუფლებულად, პირდაპირ თუ ირიბად მის უფლებებს ხომ არ ვარღვევთ? ანუ მუდმივად შეხსენება შესაძლოა თუ არა განვიხილოთ ფსიქოლოგიურ ან სოციალურ დისკრიმინაციად. ადამიანმა, რომელმაც მოიხადა სასჯელი ან გათავისუფლდა ამინისტიის შედეგად და უკვე თავისუფალია, დაუშვებელია მუდმივად უძახოთ ამინისტიის შედეგად გათავისუფლებული და მასზე მუდმივად მივანიშნებდეთ როგორც პოტენციურ დამნაშავეზე. ეს სოციალურ და ფსიქოლოგიურ დისკრიმინაციას წარმოადგენს. ზემოთაც ვთქვი, რომ ასეთ კამპანიას მიზანმიმართულად ეწევიან კონკრეტული ძალები, რომლებიც ცდილობენ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩინონ მოსახლეობას 2012 წლის ამინისტიის მიმართ. ადამიანებს არ უნდა გავუჩინოთ იმის განცდა, რომ ამინისტია ცუდია, რომ დანაშაულს ზრდის, მით უფრო რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება, ხოლო 2006 წლიდან პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში თიკო ნიბლოშვილი საუბრობდა და დღის კიდევ ერთი თემა, რომელიც 2030-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო მეხილეობის განვითარების პროგრამა დანერგე მომავალი დაიწყო, რომელიც ყველა ფერმერს ხეხილის ახალი ბაღების ან სანერგე მეურნეობის გაშენების შესაძლებლობას მისცემს. თემაზე 2030-ის წევრი ირაკლი ზარქვაი საუბრობს. ირაკლი, რა პრობლემებზე მიუთითებენ ქართველი მეხილეები და ასევე საინტერესოა რა ფაქტორების გათვალისწინებით გახდა ეს პროექტი საჭირო? საღამოშვიდობის. პრობლემა ბევრია. საქართველოში დღეს არსებული ხეხილის დიდი ნაწილი ძირითადად 70-იან წლებში გაშენდა. შესაბამისად, ბაღების უმრავლესობა ამორტიზირებულია. ამასთანავე, ძველ ჯიშები ვეღარ პასუხობენ მსოფლიო ბაზრის ახალ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, არადა ხილის ევროპის ბაზარზე გატანას და საკუთარი ნიშის დაკავებას საქართველოსთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მთავრობამ მეხილეობის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო. ირაკლი, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ზრუნვა და რას ნიშნავს დანერგე მომავალი? პროექტი დანერგე მომავალი ითვალისწინებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით ბაღების გაშენებას და სანერგე მეურნეობების მოწყობას. თუ კი ფერმერი გადაწყვეტს სანერგე მეურნეობის გაკეთებას, სახელმწიფო ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს. ხოლო იმ ფერმერს ან გლეხს, რომლებსაც ხეხილის ბაღის გაშენება სურს, დაუფინანსდება ნერგების ღირებულების 70%. სახელმწიფომ ბაღებში თანამედროვე სარწყავი სისტემების მოწყობაზეც იზრუნვა და თითოეულ ბენეფიციარს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად სრული ღირებულების 50% დაუფინანსდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. თუ ფერმერს არ აქვს შესაძლებლობა დაფაროს მისი თანამონაწილეობის 30-50%, არც ეს არის პრობლემა. მას შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით. უფრო მეტიც, სახელმწიფო თანადაფინანსებით პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები ასევე მიიღებენ დამატებით სარგებელს. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცემათ შესაწამლი აპარატები. ყველა ბენეფიციარს უნდა ზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიულად შემოწმების ღირებულება. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კი ასევე ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას. ბაღის სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით. ირაკლი, როდის დაიწყო პროექტი და ასევე საინტერესოა როდემდე გასტანს? პროექტი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით არნახული დაინტერესება. ეს გასაკვირი არც არის. ქართველი გლეხისთვის მეხილეობა უძველესი დარგია. ყველაზე დიდი მოთხოვნაა ვაშლის, ტყემლის, ქლიავის, ფეიხოს, თხილისა და ხურმის ნერგებზე. პროექტი სულ 2 წლიანია და სახელმწიფო ამისთვის 15 მილიონ ლარს დახარჯავს. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, პირდაპირ ეთერში ირაკლი ზარქვა საუბრობდა. საქართველოს National Geographic Traveler-ის 50 ყველაზე საინტერესო ტურისტული ქვეყნების ჩამონათვალში მოხდა. განსაკუთრებული აქცენტი აგროტურიზმის პერსპექტიულობაზე გაკეთდა. რეალურად რა პოტენციალს ვფლობთ და როგორია ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივა? ამ თემაზე უკვე 2030-ის წევრი კონსულტანტი აგრარულ საკითხებში მალხაზ ხაზარბეგიშვილი ისაუბრებს. მალხაზ, შეიძლება ყველამ არ იცოდეს რა არის აგროტურიზმი? მოგესალმებით, მაკა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს საკუთარ ოჯახში, საკუთარ კარმიდამოში ტურისტების მიღება და გამასპინძლებაა.
სტუმრები არამხოლოდ თვალყურს ადევნებენ, არამედ უშუალოდ მონაწილეობენ რთველში, ხილის კრეფაში, მეთუნეობაში, ფარდაქიგის ქსოვაში, პურის ცხობაში, კერძების მომზადებაში და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით ქართველი კაცისთვის ამაში სირთულე არაფერია და აგროტურიზმი ჩვენში შეუფერხებლად უნდა ვითარდებოდეს. თუმცა ჯერჯერობით ამ ბიზნესისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ. მალხაზ, ბუნებრივია სტუმარი შესაბამის საფასურს იხდის, რა განსაკუთრებულ პრობლემას უნდა წარმოადგენდეს, თქვათ, მისი გამასპინძლება. არც ესე მარტივად არის საქმე. მაგალითად, სახლს, რომელშიც ტურისტები უნდა მივიღოთ, ეზოს, მარანს, ბეღელს, სხვა სათავსოებსა და ნაგებობებს სათანადოდ მოწყობა ჭირდება. ეს განსაკუთრებით სველ წერტილებზე ითქმის. კრიტერიუმებია მომსახურების ევროპული სტანდარტი, ტურისტთა კვების თავისებურებების გათვალისწინება, ადგილობრივ სამზარეულოსთან მისადაგება ევროპული კვების ნორმების, სტუმრის მონაწილეობა მომსახურების პროგრამაში, ექსკურსიების ჩართვა, ფასების განსაზღვრა, რეკლამა და მრავალი სხვა. ბატონო მალხაზ, თუ არის თქვა საქართველოში ესეთი აგროტურისტული ობიექტები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ? კი, როგორ არა, მაგალითად, ქვემო ალვანში ვიცი მრავალპროფილიანი სახლის სასტუმრო, რომელიც უკვე საკმაო წარმატებით სარგებლობს, სადაც მარანში მეღვინეობის ყველანაირი ინვენტარი აქვს. სტუმრებს შეუძლია დააგემოვნონ ტრადიციულად დაყენებული ღვინო, თაფლის არაყი. მეორე სართულზე სახელოსნოა, სადაც მატყლის ტრადიციული წესით თამუშავებენ, ბუნებრივი საღებავები დღებავენ, ფარდაგებსა და ხალიჩებს ქსოვენ. მოკლედ გვაქვს უნიკალური კულტურული და ეთნოგრაფიული ძეგლები. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის სანახავად ჩამოვლენ და ფულს გადაიხდიან. ოღონდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ პოტენციალს ვერ ვიყენებთ. ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში მალხაზ ხაზარბეგიშვილი საუბრობდა და დღეს კიდევ ერთი საკითხი ვიდრე მთავარ თემაზე გადავიდოდეთ. ევროკომისია გაზპრომს კონკურენციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე ფაზაში შედის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რუსულ სახელმწიფო კომპანიას 90-დან 150 მილიარდ ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. თემაზე ქეთი ჩოხელი ისაუბრებს. ქეთი, კონკრეტულად რაში ადანაშაულებს ევროკომისია გაზპრომს? საღამო მშვიდობისა. ბუნებრივი აირის ფასით მანიპულირება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ევროპაზე ზეწოლის მუდმივი ბერკეტია. ევროკომისიამ გაზპრომის საქმის ოფიციალურად შესწავლა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. კომისია ვარაუდობს, რომ გაზპრომი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კონკურენციას აფერხებდა და რეგიონში გაზის ფასს განგებზრდიდა. მოსკოვისადმი შედარებით მეგობრულად განწყობილი ქვეყნები რუსულ გაზს ნაკლებ ფასად იღებენ, ვიდრე კრემლის აქტიური მოწინააღმდეგეები. მაგალითად, ლიტვა, რომელიც რუსეთის უშუალო მეზობელია, გაზში მესამედით მეტს იხდის, ვიდრე გერმანია. კეთი, რამდენად რეალურია, რომ რუსეთი ასეთი ჯარიმის გადახდას დათანხმდება? ევროკომისიის საჩივრის შეტანის შემდეგ გაზპრომს პასუხის გასაცემა და გასაჩივრებისთვის 12 კვირიანი ვადა მიეცა. საეჭვოა, რომ გაზპრომი მრავალ მილიარდიანი ჯარიმის გადახდას მარტივად დათანხმდეს. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ წინ ხანგრძლივი სასამართლო გარჩევები გველის. გამოცემა Financial Times-ი არ გამორიცხავს, რომ საქმე ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტამდეც კი მივიდეს. ეს ევროპის უგაზოდ დარჩენას და რუსეთის სერიოზულ იზოლაციას ნიშნავს, რისი შედეგების გათვლაც ამჟამად შეუძლებელია. ქეთი, ევროკომისიის ქმედებები შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ რუსეთის დასჯის მორიგ მცდელობად? არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ გაზპრომის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება საბრძოლოდ პოლიტიკური სარჩული უდევს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზპრომის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყებით ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. თუმცა რუსული გიგანტი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც ევროკომისია კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ასეთივე ბრალდებით შესაძლოა ამერიკული კომპანია Google 6 მილიარდი ევროთი დაჯარიმდეს. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, დღის მთავარი თემით კი უკვე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. ხუდჰესის აშენების შემთხვევაში ქვეყანაში $1.2 მილიარდ ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის ინვესტორი კომპანიის ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას განცხადებით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმაც. თუმცა საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა მინისტრ კახაკალაძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც შეკითხვები ინვესტორთან დაკავშირებით ამ დრომდე არსებობს.
702 მეგავატი დადგმული სიმძლავრე $1,200,000,000 ღირებულების ჯამური ინვესტიცია. მშენებლობის პროცესში 4000-მდე დასაქმებული და ყოველწლიურად გამომუშავებული 1,5 კილოვატ-საათი ელექტროენერგია. ეს ხუდოჰესის აშენებას უნდა მოხდეს. ენგურესის შემდეგ ხუდონი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური იქნება. ამასთან ხუდოჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი საქართველოში დარჩება და იგი გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ზამთრის თვეებში რუსეთიდან შემოტანა გვიჯდება. ჰესის მშენებლობას და ინვესტიციების განხორციელებას ინდური კომპანია ტრანსელექტრიკა აპირებს. ექსპერტების შეფასებით მთავრობამ დროულად უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან გაჭიანურებული პროცესი დაკარგულ მილიონებს ნიშნავს. უმთავრესი უნდა იყოს პროექტთან დაკავშირებით ინვესტორთან ინტენსიური ერთიანი და კოორდინირებული ურთიერთობა და ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებული სახელმძღვანელოს სახით ჩამოყალიბებული, რომელიც მთავრობის ყველა წევრისთვის იქნება გასაგები და მისაღები. აი ეს არის ის, რაც განაპირობებს ამდაგვარი პროექტების წარმატებას. არც ერთი პროექტი, რომელიც დღეს ხორციელდება საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორში, ასე დეტალურად შესწავლილი არ არის. ასე ყოველმხრივი შესწავლა არც ერთ მათგანს არ გაუვლია. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ქმედითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ენერგეტიკის მინისტრი ხუდოჰესის აშენების შემთხვევაში მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად სულ მცირე $15 მილიონი შესვლას ელოდება. რაც გეგმავს სახელმწიფო ხუდოჰესთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის რატომ ჭიანურდება საბოლოო შეთანხმების მიღწევა, მოხერხდა თუ არა შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის მიღებას დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმრებისგან შევეცდებით, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, ტრანსელექტრიკა ჯორჯიას ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა და გადაცემის 2030-ის ეკონომიკური კონსულტანტი ლევან კალანდაძე. ბატონებო, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო ირაკლი, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება ხუნდუჰესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრეცხავ ინფორმაციას ვიღებთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მილია ელუშვილმა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება უკვე არის მიღწეული. ამავდროულად, ბატონი კალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ ხუნდუჰესის წილი შეძენაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი და გარკვეული შეკითხვები ინვესტორთან ამ დრომდე არსებობს. ფაქტია, რომ პროექტის განხორციელება ფერხდება. თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, რასთან გვაქვს კონკრეტულად საქმე? სწორედ აღნიშნეთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროექტის დეველოპერ კომპანიასთან. არ არის აქ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. მე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ დღესდღეობით პროექტის დეველოპერი კომპანია ტრანსელექტრიკა ლიმიტედი არის რეგისტრირებული ოფშორულ ზონაში. შესაბამისად, მისი დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის არ არის ასეთ თავისუფალ ფორმატში. შესაბამისად, მოლაპარაკებებზე ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საგანი ინვესტორ კომპანიასთან იყო ამ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროება უშუალოდ ამ დამფუძნებლების შესახებ. ამის მიღწევა შესაძლებელია, იმით რომ მოხდეს ამ კომპანიის გადატანა ისეთ ზონაში, სადაც მათი დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი. რასაკვირველია და ამის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია კიდევაც კომპანიასთან. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების ეს კომპლექსური პროცესი დასრულდება, მინდა წინასწარ ვთქვა, რომ ესეც არის ერთ-ერთი კომპონენტი ჩვენი მოლაპარაკების, რაზედაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შევთანხმდით. შეთანხმდით. ბატონო დავით, სახელმწიფოს ინვესტორთან ჰქონდა შეკითხვები და თქო გავრცელებული ინფორმაციით არსებობს ძალიან ბევრი დაუზუსტებელი საკითხი. რაზეც ბატონო ირაკლიმაც ისაუბრა. გულისხმობს, რომ ტრანსელექტრიკა ოფშორშია რეგისტრირებული, იგივე კიდევ ერთი საკითხი იყო, რამდენადაც მახსოვს, ეს არის ელექტროენერგია დარჩებოდა თუ არა ქვეყანაში, ანუ რა მოცულობა დარჩებოდა ქვეყანაში. შესაბამისად, ჩანს, რომ დეტალები ბოლომდე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის გარკვეული. მაინტერესებს, რით რა შედეგი დასრულდა მოლაპარაკება და რა საკითხები დარჩა დაუზუსტებელი, თუ რა თქმა უნდა დარჩა ასეთი საკითხი. შეკითხვა ოფშორიდან გადასვლას ოფშორულ იურისდიქციაზე დასმული იყო შარშან მაისში. და კომპანიამ მაშინვე განაცხადა, რომ ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ და დავრეგისტრირდება კომპანიის ინვესტორები და არეგისტრირებენ კომპანიას იმ ზონაში, სადაც საქართველოს არ აქვს ორმაგი დამბეგრვა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ იმოქმედებს შემდეგ ეკონომიკაზე პროექტის. ამიტომ თვითონ ოფშორული კომპანიაც მე მიმაჩნია, აქ უკანონო არაფერი არ არის, იმიტომ რომ თუ გადახვედათ ქართულ ენერგეტიკულ სივრცეს, მე შემიძლია ჩამოგითვალოთ
უამრავი კომპანია, რომელიც ქართულ ენერგეტიკულ სივრცეში მუშაობს და ოფშორულია. ამ შემთხვევაში ეს იყო სპეციალურად შექმნილი კომპანია, დღეს ბატონ ლევონი შექმნილი კომპანია, რომელიც სწორედ დაცვის მიზნით, რომ არ მოხდარიყო ორმაგი დაბეგრა. ჩვენ ამაში პრობლემას არ ვხედავთ, ჩვენ ამაზე შეთანხმება სამინისტროსთან მივახციეთ, ეს შეთანხმება უკვე მოხდა დაახლოებით დეკემბრის თვეში. და ჩვენ ამაზე გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ ამაში როგორც კი მოეწერება ხელი, ზუსტად იმ პერიოდში, რა პერიოდიც იქნება დასარეგისტრირებად რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც აცილებული იქნება ქვეყანაში დარეგისტრირდება კომპანია, სადაც აცილებული იქნება ორმაგი დაბეგრა. რომ კომპანია დაინტერესებულია და მე მგონი საქართველოს თავრობა რომ ამ კომპანიას არ ქონდეს ორმაგი დაბეგრა. თქვენ განაცხადეთ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ოფშორზე საუბარი და გადატანაზე. ბატონო, 1 წელი ანუ არ იყო საკმარის იმისთვის, რომ კომპანიას შეეცვალა. რეალურად მოლაპარაკებები დაიწყო აგვისტოს თვეში. აგვისტოს თვედან საკმაოდ ინტენსიურად მიდიოდა მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებებში ინვესტორების გარდა, იმ კომპანიის გარდა, რომელიც საქართველოსია ჩართული იყო SBA Capital, ეს არის ფონდრაიზერი, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სოფლიოში ნომერი პირველი ფონდრაიზერია. Იმიტომ რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთადერთი კომპანია, ვისაც 75 მილიარდზე მეტი ინვესტიციები აქვს სხვადასხვა პროექტებში, ისინიც იყო ჩართული ბატონი ირაკლის მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში და აი ეს პირველი ეტაპი დასრულდა სწორედ დეკემბრის თვეში. აი სწორედ ამ დეკემბრის დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ გადარიცხა სწორედ მიწის საფასური 2 მილიონ ნახევარამდე თანხა სწორედ იმ რეგიონში, სადაც მშენებლობა შედგება. ეს იყო მიწის გადასახადი და დამერწმუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი გადასახადია იმ რაიონისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია. ასე რომ თვითონ კომპანიასთან სხვა რაიმე შეკითხვა, ეხლა ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელიც ჩაწერეთ, განაცხადა, რომ ასეთი შესწავლა არც ერთ პროექტზე არ განხორციელებულია. მთელი პასუხისმგებლობის შემოგვიდგება, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროექტს საქართველოს ენერგოსექტორში. ჰიდროენერგეტიკულ პროექტს, სადაც ამდენი შესწავლა იყოს ჩატარებული და ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე. ყველა კომპანია, რომელიც მეტნაკლებად სოფლიოში რაიმე ფასეულობას წარმოადგენს და მეცაც გეტყვით, ყველა ინფორმირებული ამ პროექტის შესახებ. ესენი არიან მშენებლები, ელექტრომექანიკური მოწყობილობების დამზადებელი და ბატონ დავით, მათ შორის ეკოლოგიური მიმართულება. რა თქმა უნდა, ამასაც განვაცხადებ, რომ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ესეც განვაცხადო, ჩვენ გვაქვს 7000 გვერდიანი გარემოს დაცვითი დასკვნა, რომლის დარი საქართველოში შესწავლები არც ერთ პროექტზე არ განხორციელებულა. და მე მინდა უბრალოდ რომ არ ყოფილა არც ერთი თქვათ საჯარო განხილვა, სადაც ჩვენ თავი აგვიცილებია ამ პროექტზე საუბრისთვის და გარემოს დაცვითი პრობლემა ამ პროექტში არის ყველაზე ნაკლები, შემიძლია გითხრათ. იმიტომ რომ მისი განლაგება, თქვათ, ენგურის წყალსაცავის არსებობა და ის არეალი, სადაც პროექტი განხორციელდება, ამ მიმართებით ყველაზე ნაკლებ კითხვას ვბადებს. იქ სხვა საკითხია, ეს არის სოციალური საკითხი, რომელზედაც ალბათ ვისაუბრებთ. აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ვსაუბრობდით ოფშორში. ეს არ არის პრობლემა, კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ რამდენჯერმე თუმცა რეგისტრაციის ადგილი ამ ეტაპზე კომპანიას არ შეუძლია. ბუნებრივია ესე იყო, იმიტომ რომ დარეგისტრირებული საქართველოს მთავრობას ხელმოწერილი ჰქონდა ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან. თუმცა საქართველოს ტრანსელექტრიკა საქართველოს ეს არის პროექტის განხორციელებული კომპანია, რომელიც საქართველოსია დარეგისტრირებული და ის განახორციელებს. სწორედ მისი დედა კომპანია არის დარეგისტრირებული. გარკვეული დრო როგორც ჩანს კომპანია სჭირდება ამისთვის და მიმდინარეობს რასთავარია. თვენახევარზე ნაკლები ჭირდება მის რეგისტრაცია. როგორც კი ხელი მოეწერება ახალ მემორანდუმს, სადაც სხვა პირობებიც იქნება, ალბათ მთავრობიდან არის ესეთი საუბრები, რომ მთელი ენერგია საქართველოს ენერგოსივრცეში დარჩეს. ჩვენ ამაზეც თანახმავართ. და შეთანხმება ამაზედაც მიღწეული იყო, რამდენითაც დეკემბერში დავასრულეთ ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები და შემდეგ დელეგაცია ინვესტორის იყო ჩამოსული და მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა ვიცე-პრემიერთან საქართველოს მთავრობის და იქ შედგა ფაქტიურად შეთანხმება იყო დასრულებული. შეთანხმება დასრულებულია. ამის თქმა გსურთ. ბატონო ლევანთ, რატომ მაინც და მაინც თქვათ რატომ ხუდონხესი? ანუ რა მოლოდინი გვაქვს ამ და სხვა მსგავს პროექტებთან დაკავშირებით, რით არის განსაკუთრებული, უფრო დეტალურად რომ გითხრათ? რამდენიმე მიზეზის გამო, მაგრამ პირველი ის რომ ეს არის უპრეცედენტო დიდი ინვესტიცია საქართველოსთვის, 1.2 მილიარდიანი ინვესტიცია, ძალიან ძნელად მოსაფიქრებელია უახლოს პერიოდში განხორციელებულიყო საქართველოში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება ჰიდრორესურსის ათვისებას. ბატონმა კალაძემ სწორედ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ჰიდრორესურსის რეალურად მხოლოდ
18% პოტენციალის 18% ათვისებული. ანუ ჩვენ რეალურად გვაქვს უნიკალური, გარკვეულწილად უნიკალური პროდუქტის წარმოების უდიდესი რესურსი საქართველოში, რომელიც ერთის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიზიდავს ინვესტიციებს ქვეყანაში და ამავდროულად არის ბრწყინვალე საშუალება ექსპორტზე გასატანად, იმიტომ რომ ელექტროენერგია როგორც უნივერსალური პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია და ამ თვალსაზრისით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ძალიან ასე ვთქვათ სასურველი და ძალიან დიდი ხიბლის მატარებელი კომპონენტია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება პიკში ეგრეთ წოდებული პრობლემის ელექტროენერგიის იმპორტის პრობლემის მოხსნის საკითხს, იმიტომ რომ ხუდონი და ხუდონის ტიპის ეგრეთ წოდებული მარეგულირებელი ფუნქციის მატარებელი პიკური ჰიდროელექტროსადგურები, ანუ ჰიდროელექტროსადგურები, რომლებსაც აქვთ რეზერვუარი წყლის შესანახად, ხსნის პიკში იმპორტის განხორციელების პრობლემას. მაგალითად, ჩვენ დღეს დაახლოებით 10 ცენტად ვყიდულობთ პიკში რუსულ ელექტროენერგიას და ხუდონის ტიპის პროექტების რეალიზაციის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს ქართული რესურსით წარმოებული ელექტროენერგია სწორედ ამ ასეთი ტიპის ელექტროსადგურებით ასე ვთქვათ ჩავანაცვლოთ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ალბათ ენერგოდამოუკიდებელი ვერ გახდება, მაგრამ ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირება, ანუ სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირება თავისთავად პირდაპირ მასშია ქვეყნის ეკონომიკურ და ენერგოუსაფრთხოების თემასთან და ისეთი პროექტები, როგორც არის მაგალითად ხუდონი, როგორც არის ნენსკრა ნამახვანის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით ასე ვთქვათ ვერა და ვერ დაიძრა, სწორედ ამ მიზნის რეალიზაციას უკავშირდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არის დასაქმების კარგი საშუალება, სოციალური პრობლემების მოგვარების კარგი საშუალება და ამავდროულად წყარო ბიუჯეტისთვის დამატებითი გადასახადები. ბატონო ირაკლი, ნამახვანთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კუნდუქესის მშენებლობის საკითხის განხილვისას ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები და ამავდროულად მათთან შეთანხმების საკითხი საკმაოდ აქტუალური პრობლემურიც იყო, საკმაოდ ფაქიზია. გულისხმობ იმ პროცესებს, ბუნებრივია, რაც ხაიშელებთან მიმდინარეობდა. მოახერხა სახელმწიფომ ამ პრობლემის დარეგულირება. ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე ვართ ჩვენ მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე და ეს მოლაპარაკებები რასაკვირველია მალე დასრულდება და პროექტი გადავა უკვე აქტუალურ ფაზაში, აქტიურ ფაზაში, განახლდება მოსახლეობასთანაც რასაკვირველია მუშაობა. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ესეთი რეალური ძრები მოსახლეობასთან ურთიერთობის დალაგებაში ჯერ არ მომხდარა. თუმცა პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროში მომუშავე თითოეული თანამშრომელი, რომელიც თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ამ პროექტის განხორციელებას და ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ვართ იმ საზოგადოების და იმ ქვეყნის ნაწილი და იმ ქვეყნის შვილები, რომელსაც ეს პროექტი ესაჭიროება. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ემსახურება სწორედ ამ მიზანს, რომ ამ პროექტის განხორციელება არის აუცილებელი არა ენერგეტიკის სამინისტროსთვის, არამედ ქვეყნისთვის. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ როგორც კი ამ აუცილებლობის დაყვანა მოხდება მოსახლეობამდე და სწორად ამ ინფორმაციის მიწოდება, ვფიქრობთ, რომ სწორად ინფორმაციის მიწოდება, ბატონო ირაკლი, ვერ მოახერხეთ სწორად ინფორმაციის მიწოდება. იცით რაშია საქმე? სამწუხაროდ არა მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრო არის ინფორმაციის წყარო, არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საპირისპირო ინფორმაციას და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში და ეს ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს და რასაკვირველია უნდა იყოს გაცილებით მყარი. რასაკვირველია უნდა იყოს და არის კიდევაც, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ პროექტი არის აუცილებელი. ჩვენ თუ მომცემთ საშუალებას, მე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო ამ პროექტის აუცილებლობაზე. დღეს საქართველოს ენერგოსისტემა არის დეფიციტური. შესაბამისად, ზამთრის პერიოდში არ ვიძახი ბუნებრივ ზამთარს, ენერგეტიკულად ზამთარი აითვლება დაახლოებით სექტემბრიდან აპრილის თვემდე და ზოგჯერ აპრილის ჩათვლით. იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ზამთარში მოხმარების 15% მარტო ელექტროენერგია არის იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოებული ელექტროენერგიის 100% უბრალოდ 50% წარმოებულია იმპორტირებულ გაზზე, ამ რეალობაში, როდესაც ვართ, ქვეყანა უკვე ცხადი ხდება პროექტის განხორციელების აუცილებლობა. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი არგუმენტი და მთელი ჩვენი მთავარი საშუალება, რომ მოხდეს მოსახლეობასთან. კი ბატონო დავით, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყოტინებ, დრო ფაქტობრივად ამოიწურა. ბატონო დავით, რა პირობებზეა საუბარი მოსახლეობასთან მოლაპარაკების პროცესი ახსენა ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა სოფლის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას სწორედ ამ ტიპის შემთხვევებისთვის, რაც არის გამოყენებული. აქ არის ლაპარაკი კომპენსაციაზე, სოფლის მშენებლობაზეც, სოფლიო ბანკის ნორმატიული დოკუმენტი 4.12 იქნება გამოყენებული და
ჩვენ თვითონ პროექტის და ინვესტორების განცხადებაც მინდა გადავცე, რომ ეს არ არის ლაპარაკი თქვათ ერთჯერად კომპენსაციაზე. ჩვენ გვინდა როგორც ყველა წარმატებულ ამ ტიპის პროექტში ხორციელდება სოფლიოში, ჩვენ თაობებს დავაკვირდეთ თუ როგორ შეიძლება მათი სტატუსი საზოგადოებაში. კიდევ ერთი შეკითხვა ბატონო დავით, რამდენად არის მზად ინვესტორი დაიწყოს ხუნოჰესის პროექტი და ინვესტიცია განახორციელოს? მე შემთხვევით არ დავასახელე ის ბანკი, რომელიც მუშაობს სწორედ და ეს იმის გარანტია, სრული გარანტია შემიძლია მოგწეთ, რომ ინვესტორი მზად არის ტექნიკურადაც, ფინანსურადაც ამ პროექტის განხორციელებისთვის. კი ბატონო დავითი აცხადებს ბატონო ირეკლი, რომ მზად არის კომპანია ხუნოჰესის პროექტის განსახორციელებლად. გასული წლის მარტში უნდა დაწყებულიყო ეს პროექტი. შეგიძლიათ პირდაპირ გითხრათ, დაიწყება თუ არა წელს ან კონკრეტულად როდის დაიწყება ხუნოჰესის მშენებლობა? წელს ფიზიკური სამუშაოების დაწყება პრაქტიკულად გამორიცხულია, თუ მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელ პროცედურას, რაც წინ უნდა უძღოდეს ფიზიკური სამუშაოების დაწყებას. პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. თუმცა ჩვენი მთავარი სამიზნე არის მომავალი წლის გაზაფხული, რა დროსაც უკვე პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს და ყველანაირი მოლაპარაკება და ყველანაირი ჩვენი მოქმედება ამ მიზანს ემსახურება. მომავალი წლის გაზაფხული აქვე აუცილებლად უნდა კითხოთ ნამახვანთან დაკავშირებით. როდის დაიწყება ეს პროექტი? ნამახვანის პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში. მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, ტრანსელექტრიკა ჯორჯიას ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა და გადაცემა 2030-ის კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე. ხობის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საერთო პრობლემებზე საუბრობს. რაიონში შემოსავლის წყარო ციტრუსია, თუმცა ხობში არც სამოცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს და არც ციტრუსის ჩასაბარებელი პუნქტი არსებობს, რის გამოც ადგილობრივებს ტონობით ციტრუსი ულპებათ. ამ თემასთან დაკავშირებით ხობიდან ნინუცა კახნიაური ჩაგვერთვება სტუდიაში კი ჩვენ შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი უპასუხებს. ბატონო ლევან, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. დავით, რომ თქვენთან შეკითხვით გადმოვიდოდე, მანამდე ნინუცას მინდა მივმართო. ნინუცა, რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები და რა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას? მოგესალმებით, მაკა პრობლემებზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი ვნახოთ რა ვითარება და რა კეთდება ხობში ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს ხობის რაიონია, სოფელი ნოჯიხევი, საწარმო რომელშიც ადგილობრივი ნედლეულით სამშენებლო მასალა, გიფსოკარდონი და მუყაო თაბაშირი დამზადდება, კერძო ინვესტორმა ააშენა. ნედლეულის ხარისხს ადგილზე მოწყობილ ლაბორატორიაში სპეციალისტები შეამოწმებენ. კერძო ინვესტიცია არის განხორციელებული, უკვე არის $5 მილიონი დახარჯული და კიდე ბოლომდე ვართ ფაქტიურად გასული. საბოლოო ჯამში ამ ქარხანაში დასაქმდება 230 კაცი. დღესდღეობით მუშაობს უკვე 50 კაცი და 50 კაცს ვამზადებთ, რომ სპეციალობა მიიღონ. აწარმოეს საქართველოს პროგრამის ფარგლებში სოფელ შუა ხორგაში მეფრინველეობა მეცხოველეობის საწარმო დაფინანსდა, რომლის გახსნაც 1 თვეში იგეგმება. ამ დროისათვის საწარმოში 30 ადამიანი მუშაობს. პირობები ნორმალურია. დღეში 8-9 საათი გამოდის სამუშაო დღე. და გამომუშავება 25-30 არის. ხორგაში გაზრდილი შინაური ფრინველი ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად მომზადდება და იმპორტირებულ გაყინულ პროდუქტს ჩაანაცვლებს. ეს გაკეთა წარმოება საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩვენ გადმოგვეცა შენობა ნაგებობა სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, რომელიც არის შეფასებული 30,555 ლარად. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ 2 წლის განმავლობაში გავწიოთ 4 მაგიოდენობა, ინვესტირება გავაკეთოთ. ეს არის 122,220 ლარი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენგან იხარჯება 250,000 ლარამდე ეს პროექტი ჯდება. დაახლოებით თვენახევარში ვასრულებთ უკვე სარემონტო სამუშაოებს, როგორც ხედავთ, ეხლაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი არის დასაქმებული სხვადასხვა სამუშაოებზე, ადგილობრივი მაცხოვრებლები. აწარმოეს საქართველოს ფარგლებში იხსნება წებო-ცემენტის ქარხანაც. მშენებარე საწარმოში 40 ადამიანი უკვე მუშაობს. სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი აქ 100-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
ჩემ გვერდით ახლა იმყოფებიან ხობის სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები და ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ედიშერ ჯობავა. მოგესალმებით ყველას, ბატონო ედიშერ, დავიწყოთ თქვენით და ვისაუბროთ იმ საკითხზე, რაზეც იყო სიუჟეტში საუბარი. შემდეგ უკვე დაუბრუნდეთ ადგილობრივების პრობლემებს. შეიქმნა 8 კოოპერატივი, დასანქდა 200-მდე ადამიანი. რა პროფილის საწარმოებია და რა სამუშაო შესრულება უწევთ დასაქმებულებს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სტუდიაში დამცველ სტუმარს. მინდა გითხრათ, რომ დიახ, შექმნილია 8 კოოპერატივი, თუ ადრე მოსახლეობა ნიჰილისტურად უყურებდა კოოპერატივების შექმნას, დღეს უკვე შეთამამაჩებულია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ეს არის სხვადასხვა პროფილის კოოპერატივები, აქ არის როგორც დაფნის მიღება, რეალიზება, ასევე მარწყვის სასათბურე მეურნეობა, ასევე თხილის ბაღი და ფაქტობრივად მოსახლეობას თუ ადრე არ ქონდა იმის სურვილი, რომ იურიდიული პირი დაფუძნებული იყო როგორც კოოპერატივის სახით, დღეს უკვე ამის შესაძლებლობა არსებობს. ახლა თავარი აღინიშნოს, რომ რა სარგებელს ღებულობს ამით თვითონ პირი, რომელიც ქმნის კოოპერატივს და ის პიროვნებები, რომლებიც ქმნიან კოოპერატივებს. ჩვენ ვიცით ზუსტად და მოსახლეობაც ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, რომ მათ შეუძლიათ თუ ისინი დარეგისტრირებიან როგორც კოოპერატივი და არის სასოფლო სამეურნეო სტატუსის კოოპერატივები შექმნილი, ისინი მიიღებენ შეღავათიან ფასებში მოტობლოკებსა და ხელისათეს აგრეგატებს, ასევე შეუძლიათ მათ სხვადასხვა პროგრამით ისარგებლონ. გვაქვს ჩვენ კონკრეტული მაგალითები საიმისოდ, 46,000 ლარით შეფესე კოოპერატივი შამათია დაფინანსდა და ეს ყველაფერი ჩვენ სიუჟეტში ვაჩვენეთ, მოდით გადავიდეთ უკვე სხვა თემაზე. წლების განმავლობაში არ არსებობდა სანიაღვრე სისტემები, რის გამოც იტბორებოდა მოსახლეობის მიწის ნაკვეთები. რა შეიცვალა ამ მიმართულებით? თვითონ ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ფაქტობრივად მეორადი დაჭაობების ტერიტორიები ჰქონდა, არ იყო გამონთავისუფლებული მიწა დაჭაობებული თვითონ ფართობებისაგან და დღეს უკვე სამეურნეო კუთხით ძალიან მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა ის, რომ 300 ჰექტარი მიწა დაშვებითი სამუშაოები ჩატარდა. რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან? ეს პროექტი მთლიანად ითვალისწინებს 7 მილიონი ლარის ღირებულებათ არის შემოფარგლული ეს პროექტი და მხოლოდ 2014 წელს მოხდა 300 ჰექტარი მიწის ფაქტობრივად სარეალიზაციოდ გამზადება ბიზნეს აქტივობებისთვის. მომავალი წელს უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება და მთლიანად ეს პროექტი გულისხმობს 2800 ჰექტარი მიწის გამოყოფას და გამზადებას საიმისოდ, რომ საინვესტიციო წინადადებები მომზადეს და გამოყენებული იქნას მიწა ბიზნეს აქტივობებისთვის. მოსახლეობისგან მოვისმინე, რომ იწყება ასევე ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც მეცხოველეობას ეხება. ჩვენი მუნიციპალიტეტში ჩავდებით 12000 ლარამდე ბიუჯეტში ავსახეთ 12000 ლარი, რაც უკავშირდება მერძეული მიმართულებით მეცხოველეობის განვითარებას, ეს მოიცავს ჯიშთა განახლებას, რაც აუცილებელია ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის და მეცხოველეობის დარგის განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ. ეს მცირედი ნაწილია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ის აგრეგატი, რომელიც ამ თანხით იქნა შეძენილი, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს იმისათვის, რომ განვითარდეს მეცხოველეობა. ახლა დავიწყებთ პრობლემებზე საუბარი. ქალბატონო მადონა, რატომ ვერ ახერხებთ ციტრუსის რეალიზებას? რა გიშლით ხელს? პირველ რიგში ხელს გვიშლის ის, რომ არ არის ჩამბარებელი პუნქტები, არ არის გახსნილი და ჩვენ ვერ მივიღეთ ის სუბსიდიები, რაც მთავრობამ გამოყო სხვა რეგიონებისათვის. რატომ ვერ მიიღეთ? იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ აი ეს ჩამბარებელი პუნქტები რომ არ არსებობს, რომ ჩვენ ზედნადები მოგვცეს დაუშვათ ჩაბარების აქტი ან აი ამის თაობაზე, სუბსიდიების თაობაზე, ჩვენ ვერ უზრუნველყავით ციტრუსის ისა ვერ მივიღეთ სუბსიდიები. თანაც მართალია, ეს ჩვენს რეგიონში არ არის, აჭარაში არის გახსნილი. აჭარაში და ასევე ოზურგეთში. რატომ ვერ ახერხებთ ხილის ტრანსპორტირებას? იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ არ გვიღირს მანძილი ძალიან დიდია, ტრანსპორტირება დიდ თანხებთან არის, დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ის მცირედი ანაზღაურება, რაც გათვალისწინებული არის, ის ვერ ფარავს იმ სატრანსპორტო ხარჯებს და ამდენად ჩვენ არ გვიღირს ამ სიშორეზე ჩვენი ციტრუსი გავიტანოთ. ბატონო შალვა, რა რაოდენობის მოსავალი გაგიფუჭდათ წელს პირადად თქვენ? დაახლოებით 3 ტონამდე
მანდარინი გამიფუსდა და გადავყარე. ჯამბარებელი პუნქტი არსად არ არის. არა და მისი ტრანსპორტირება შორს გვიხდება, ხობულეთში უნდა ვზიდოთ ეს მანდარინი. ის ხარჯებსაც არ ფარავს და ამიტომ იზოლებული ვართ, უნდა გადავყაროთ ეს. თუმცა კერძო ინვესტორები ხილს იბარებენ. რატომ ვერ მოახერხეთ თქვენ ხილის ჩაბარება? ჩაბარება იმიტომ ვერ მოახერხეთ, რომ თანას უხარისხოა მანდარინი და უხარისხო მანდარინს ვინ ჩაიბარებს. რატომ არის უხარისხო თქვენი მანდარინი? უხარისხო იმიტომ არის, რომ აი კომუნისტების პერიოდში იწამლებოდა პერიოდულად დაცული იყო სავეგეტაციო პერიოდები. ამჟამად ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, რადგან არა გვაქვს იმდენი შემოსავალი, ფასი არა აქვს ჩვენს ციტრუსს. ამდენად მოსახლეობას არ უღირს, კი არა, ვერ ახერხებს შეწამვას. მას ჭირდება სასუქების შეტანა და ასე შემდეგ. და ამიტომაც უხარისხოა ჩვენი მანდარინი, ყოველწლიურად ჩვენი ციტრუსი უხარისხო ხდება. შეიძლება დავამატებ. ჩამბარებელი პუნქტის არარსებობა ეს ზოგადად პრობლემა იყო, არა მხოლოდ ციტრუსის მიმართულებით, უბრალოდ ციტრუსი არის მართლაც ასეთ მდგომარეობაში, რასაც ბატონები ამბობენ, მაგრამ იგივე პრობლემა იყო თხილთან დაკავშირებით, იგივე პრობლემა იყო დაფნასთან დაკავშირებით, მაგრამ წელს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად ეს პრობლემა მოიხსნა იმის გამო, რომ თქვენს კონტაქტ სიუჟეტში ალბათ კონტაქტ საშუალება რომ დაგეთვალიერებიათ, არის უკვე თხილის ქარხანა, გადამამუშავებელი საწარმო შექმნილი, არის დაფნის არაერთი საწარმო შექმნილი, შესაბამისად ფასები გლეხს რომ ის ბაზარი არ არის მონოპოლიზირებული, ადრე იყო ბაზარი მონოპოლიზირებული და ფასის შესაბამისად იყო ძალიან დაბალი, თუ ლარდა 60-ად დაბარებდა ადრეულ წლებში გლეხი თავის მოწეულ მოსავალს, წელს შესაძლებელია დაფნის ფასმა უკვე მიაღწია 4 ლარს, თხილის ფასი მოგეხსენებათ უკვე 3 ჯერ გაიზარდა ასევე თხილის ფასი და 4 ჯერ გაიზარდა. 4 ჯერ გაიზარდა თხილის ფასი. წელს გაჩნდა ესეთი ოჯახები, რომლებმაც შემოსავალი მიიღეს დაახლოებით 30-40 ლარის შემოსავალი მიიღო გლეხურ მეურნეობამ. აქვე არ შემიძლია რომ არ თქვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომელიც ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით ხორციელდება და რაც უკავშირდება მარცვლეული კულტურის გადამუშავების ზეთის ქარხნის მშენებლობას, რომელიც მშენებლობაც უკვე დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება. ძალიან მალე დასრულდება და ეს ორ ძირითად მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. ერთი ის, რომ მარცვლეული კულტურის ჩამბარების პუნქტი გაჩნდება და შესაბამისად ეს ფაზეც იქონიებს გავლენას და მეორე ის, რომ იქნება კომბინირებული საკვების საწარმო. ან მეორადი გადამამუშავებისგან მივიღებთ კომბინირებულ საკვებს და რაც შესაბამისად განავითარებს ფერმერულ მეურნეობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ მოუწევს გლეხს ბაზარში სიარული, ადგილზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი რეალიზება და სარგებელის ნახვა ამ მიმართულებით. მაგრამ მე მინდა ჩვენ სტუმარს ბატონ ლევანს დაუსვა ასეთი კითხვა. მაცხოვრების პრობლემა უკვე წლებია დღის წესრიგში დგას. თუ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის რაიმე კონკრეტული გეგმა? მოგესალმებით, დიდი მადლობა კითხვისათვის, დიდი მადლობა საერთოდ რომ მოგვეცა საშუალება სტუდიაში პრობლემურ საკითხებზე ვისაუბროთ. მართლაც არსებობდა შემნახველი მეურნეობებისა და სამაცირო მეურნეობების პრობლემა საქართველოში წლებია, თუმცა ალბათ სწორი ანალიზი არ გაკეთებულა დიდი ხანია. თუ შევხედავთ, არის ბევრი დაუტვირთავი მაცივარიც, ანუ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს პრობლემა რეგიონებში, სადაც არის საკმაოდ დიდი სანედლეულო ბაზა და მეორეს მხრივ თბილისის გარშემო არის დაახლოებით 60,000 ტონაზე მეტი ცარიელი მაცივარი, 60,000 ტონაზე მეტი ტევადობის ცარიელი სამაცივრო ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს, რომ სწორად არ იყო განვითარებული, არ იყო სწორი მიდგომა, იყო ხშირ შემთხვევაში ძალდატანებით გაკეთებული პროექტები. რაც შეეხება ჩვენ რას ვგეგმებთ და რას ვაკეთებთ, იცით რომ მთელი რიგი პროექტები არსებობს აგრო მიმართულებით მეწარმეების ხელშეწყობის და დახმარების, ეს არის იაფი აგროკრედიტი, ეს არის საგრანტო კომპონენტი და ასე შემდეგ. სწორედ გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროექტი, სადაც სახელმწიფო 40%-ით გრანტის რეჟიმში ეხმარება მეწარმეებს, დაინტერესებულ მეწარმეებს, ასეთივე ტიპის პროექტი უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო და სასაწყობი მეურნეობის განვითარებას და აი ამ სასაწყობი მეურნეობების ხელშეწყობას, უკვე არსებული ან შექმნილი მეურნეობების ხელშეწყობასაც ახლის შექმნასთან ერთად. ეს პროექტი მზად არის, ძალიან მალე ძალაში შევა და მე ვფიქრობ, რომ ეს ამ პრობლემას იმ რეგიონებში, სადაც ესეთი ინფრასტრუქტურა გვაკლია, მე ვფიქრობ, რომ მოაგვარებს. ეს უკვე ერთი თვის ფარგლებში ალბათ იქნება მიღებული, დამტკიცებული, შეეძლებათ აპლიკანტებს განცხადებებით მიმართონ პროექტების მართვის სააგენტოს,
რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა ჩვენს პროექტს ახორციელებს და ვფიქრობ, რომ და იცით, რომ ძალიან კომფორტულია, ყველა ინფორმაციის მიღება შეიძლება ერთ ვებგვერდზე, ძალიან ისეთ აქტიური, ძალიან ესეთი შინაარსობრივი ვებგვერდი აქვს პროექტების მართვის სააგენტოს, ისე რომ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გარკვეულწილად დგას, თუმცა ეს არის უფრო ინტენსიური მოგვარების გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, თუმცა აგროკრედიტის ფარგლებში შეიძლებოდა ისედაც, რომ კერძო მეწარმეებს გაეკეთებინათ სამაცივრო მეურნეობები, შესანახი საწყობები და ასე შემდეგ და არაერთი პროექტი გაკეთდა კიდევაც უკვე ჩვენი აგროკრედიტის ფარგლებში, თუმცა კონკრეტულ რაიონში, ახლა ხობის რაიონში მე მინდა ვთქვა ასევე შევეხო იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენმა სტუმრებმა დასვეს მანდარინის ჩაბარებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებით, მე მინდა უბრალოდ გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი მანდარინის, ვფიქრობ, რომ უპრეცედენტოდ წარმატებული იყო ზოგადად, თუმცა რა თქმა უნდა ერთეული პრობლემები იყო. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ არ არსებობდა სისტემური მიდგომა აქამდე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არა მხოლოდ მანდარინის მასიური კამპანია ჩაატარა წარმატებით, არამედ ეს იყო პირველ რიგში ყურძნის, შემდეგ ეს იყო ვაშლის გადამუშავება და ბოლოს ციტრუსის გადამუშავება. არსებობდა თითოეულ ამ კულტურასთან დაკავშირებით საორგანიზაციო, საკოორდინაციო შტაბები, რომლებიც მთლიანად ამუშავებდნენ ინფორმაციას. პირველად მოხდა, რომ ინფორმაციის თავმოყრა განხორციელდა ერთ ვებ პორტალზე, შეეძლო ჩამბარებელს ჰქონდა სრული ინფორმაცია იმ პუნქტების შესახებ, რომლებიც მუშაობდა, ხდებოდა კოორდინაცია, ხდებოდა რიგების დაცვა. ჩვენ ამით თავიდან ავიცილეთ ფაქტიურად ბევრი პრობლემა, რომელიც წინა წლებში იყო, მოხდა ექსპორტის კოორდინაციაც, იყო თავმოყრილი სრული ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიების შესახებ, ლოგისტიკის შესახებ, ასე შემდეგ. ასევე იყო გადამამუშავებელი საწარმოების კუთხითაც სერიოზული პროგრესი. თუ აქამდე არსებობდა ერთი საწარმო, რომელიც ფრაგმენტულად მუშაობდა და ხალხი რამდენიმე დღიან რიგში იყო და მე არ უჩნდებოდა სრული საერთოდ ჩაებარებინა, უკვე შარშან მუშაობდა სამი საწარმო სრულად დატვირთული და ესეც განხორციელებული იყო ჩვენი აგროკრედიტების ფარგლებში. დაგიბრუნდებით, აგროკრედიტის ფარგლები ახსენებთ, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში. მაინტერესებს ნინუცა, თუ შეიძლება შენს რესპონდენტებს რომ კითხო, თუ იყო მცდელობა რომ ხილის ჩასაბარებელი პუნქტი თქვათ ხობის რაიონში შექმნილიყო. აგროკრედიტის ფარგლებში თუ მიმართა ვინმე ბანკს რომ შექმნილიყო მსგავსი ჩასაბარებელი პუნქტი ხობის რაიონში. თავდაპირველად როცა ამ საკითხზე იყო საუბარი, საერთოდ ჩვენი მოქალაქეები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ საკითხს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და მოგმართა არაერთმა ბიზნესმენმა და ამ საქმით დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც სურვილი აქვს რომ იყოს ხილის გადამამუშავებელი საწარმო და დარწმუნებული ვარ რომ ახლო მომავალში შეიქმნება. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს ბაზისი საიმისოდ რომ ამის ჩაბარება და რეალიზება მოხდეს და მომგებიანი გახდეს. უკვე როგორც მინისტრის მოადგილე მისაუბრა, არის სხვადასხვა პროგრამები და ამ პროგრამების ჩართულობით მათ შეეძლებათ საკმაოდ კარგი ბიზნესი აწარმოონ და ჩვენ ყველანაირი პირობაში ვქნით საიმისოდ რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგეს. ბატონო მაგული, წელს როგორ იყო შემოსავალი? შაშერდითთან შედარებით უკეთესი მოსავალი მივიღეთ, მაგრამ ხარისხიანი, როგორც აღნიშნეთ, არ იყო ხარისხიანი და ამას დამატებული ის, რომ მართალია არც ერთი საწარმო რეგიონში არ არსებობს გადამამუშავებელი საწარმო და ამდენად დაინტერესება არ არის გლეხმა რომ მოუაროს და უშუალოდ გაიღოს ის ხარჯები, რაც მის შეწამვლას და მოვლას სჭირდება, თუ მომავალში იქნება აი რეგიონში გაიხსნება ხილის და მით უმეტეს ციტრუსის გადამუშავებელი საწარმო, ეს ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. თქვენ ამბობთ, რომ რამდენიმე ტონა ხილი გაგიფუჭდათ. რატომ არ სარგებლობთ აგროდაზღვევით? იმიტომ შხამქიმიკატები ვერ წამლავთ ფაქტიურად. აგროდაზღვევაზე გეკითხებით. ადამა? აგროდაზღვევით თქვენ რატომ არ სარგებლობთ და შემდეგაც მოვალ თქვენ სწორი შეკითხვაა, მაგრამ რატომღაც მართლაც სკეპტიკურად უყურებს მოსახლეობა ამას. რა ვიცით, აი ჯერჯერობით მოსახლეობის უმეტესობა ალბათ ინფორმირებულიც არ არის ამაზე, სწორი ინფორმაციაც არ აგვაქვს. და ამიტომაც რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ედიშე, რატომ არ აქვს მოსახლეობას აგროდაზღვევის თაობაზე სწორი ინფორმაცია? იცით რა არის, ჩვენ
საკონსულტაციო სამსახური საკმაოდ ეფექტურად და კარგად მუშაობს და მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ტარდება, რომ არა ეს არც ის 8 კოოპერატივი არ შეიქმნებოდა. უბრალოდ ყველაფერი ახალი არის ცოტა ძნელად აღსაქმელი მოსახლეობისთვის და ეს ქმნის თვითონ პრობლემას. ის რომ და მე დამემოწმებიან და ალბათ არ მოვახდენ აქ რაღაც შელამაზება სიტუაციის, ის რომ წლების განმავლობაში რაც მე ჩამოვასახელებ დაფნასთან მიმართებაში, თხილთან მიმართებაში იყო პრობლემები და ეს პრობლემები მოიხსნა, სწორედ გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ყველა ის ტექნოლოგიები და თანამედროვე მიდგომები, რაც იქნება გათვალისწინებული, ყველა იქნება მოსახლეობასთან კარგად. ძალიან დიდი მადლობა ნინო საკახნიაური ხობიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ადგილობრივთა პრობლემებზე საუბრობდა. ნინოცა ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უკვე ხვალდაგიბრუნდებით, რომ ნათია თოიძე ჩაგვერდება პირდაპირ ეთერში სამეგრელოდან. ბატონო ლევან, არ არის ინფორმირებული საზოგადოება და ადგილობრივები ეს დასახელდა ერთ-ერთ მიზეზად, როდესაც საუბრობდნენ შეღავათიან აგროდაზღვევის პროექტთან დაკავშირებით. თქვენ ახლა გაქვთ ნამდვილად საშუალება, რომ დაახლოებით მაინც გითხრათ, თუ რას გულისხმობს შეღავათიანი აგროდაზღვევა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ სიუჟეტში დასმული ბევრი პრობლემა იყო დაკავშირებული ზუსტად კომუნიკაციასთან და ალბათ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ჩვენი ის არის, რომ ის პროდუქტები თუ ის ხეირები, რაც ჩვენი პროექტებით იქნება, მოსახლეობამდე ეფექტურად მივიტანოთ და ამისთვის რა თქმა უნდა რა იყო არა ინფორმირებულობის მიზეზი? რა თქმა უნდა, ეს ახალია პროექტებიც, ახალია სისტემაც, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების განვითარებას რეგიონებში და რაიონულ ცენტრებში. და ბუნებრივია მათ ჭირდება გარკვეული დრო რომ სექტემბრიდან ამოქმედა რამდენად ჩემთვის არის ცნობილი მათ ჭირდება დრო რომ ეფექტურად მიიტანონ მოსახლეობამდე რაც შეეხება აგროდაზღვევას აგროდაზღვევის პილოტური პროგრამა განხორციელდა შარშან და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო იმიტომ რომ საქართველოს საერთოდ აგროდაზღვევის თემა არ არსებობდა აქამდე იზღვეოდა მხოლოდ ფრაგმენტულად ერთადერთი კულტურა ეს იყო ვაზი შარშანდელი პილოტის ფარგლებში ჩვენ 150 მილიონზე მეტი ლარის რისკი დავაზღვიეთ საქართველოს მასშტაბით და ეს განხორციელდა იმ პირობებში რომ სახელმწიფო არ შევიდა სადაზღვევო ბაზარზე როგორც კონკურენტი კერძო სადაზღვევო კომპანიების არამედ მან მოახდინა თანადაფინანსება სადაზღვევო პრემიების და შესაბამისად მოსახლეობისთვის ძალიან ხელმისაწვდომი ძალიან ხელსაყრელი ძალიან იაფფასიანი გახდა ჩვენ გადავხედეთ ამ პროექტს ეს დაზღვევას რაც შეეხება ბატონო ლევან ძალიან ცოტა დრო გვაქვს ფაქტობრივად ამოიწურა ამიტომ მინდა რაც შეიძლება ბევრი შეკითხვაზე მოვისმინო პასუხი დაახლოებით რა თანხასთან არის დაკავშირებული ციტრუსის ჩასაბარებელი პუნქტის გახსნა ბუნებრივია გეკითხებით იქიდან გამომდინარე ეს პრობლემა მაგალითად ხობში არსებობს აქ იყო ციტრუსის გადამუშავება და ჩაბარება არის ორი ტიპის ციტრუსი მოდით ეს კარგად განსაზღვროთ სიუჟეტში საუბარი იყო შედარებით უხარისხო არასტანდარტულ პროდუქტზე რომელიც საჭიროებს სამრეწველო გადამუშავება გულისხმობს წვენის კონცენტრატის წარმოებას რაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციას გულისხმობს და ასეთი საწარმო ჩვენ გვაქვს 3 და გვაქვს მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ეს ინვესტიციები განხორციელდა ჩვენი აგროკრედიტების ფარგლებში მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის მსხვილი ინვესტიციები და განხორციელდა იმ ქობულეთის ტერიტორიაზე იმიტომ რომ ყველაზე დიდი სანედლეულო ბაზა იქ იყო და კერძო სექტორმა აირჩია სწორედ ეს ტერიტორია თუმცა თუ იქნებოდა ხარისხიანი პროდუქტის გაყიდვის პრობლემა ნამდვილად არ იყო შარშან არც ჩაბარების პრობლემა არასტანდარტული პროდუქტის იმიტომ რომ სახელმწიფომ ძალიან ეფექტური სუბსიდირების მექანიზმი შემოიღო აჭარაში ხილის ჩასაბარებელი პუნქტი გახსნა კერძო ინვესტორმა თუ მიმდინარეობს კერძო სექტორთან მოლაპარაკებები უფრო დეტალურად რომ გითხრა და რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით ჩვენ სადაც კერძო სექტორი არჩევს სადაც ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია იმ მიმართულებებს და იმ გეოგრაფიას ინვესტირებისთვის ჩვენ რა თქმა უნდა მუშაობთ კერძო სექტორთან დაინტერესებულ პირებთან იცით რომ ჩვენ გვაქვს გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა რომელიც საგრანტო კომპონენტსაც გულისხმობს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის კერძო სექტორისთვის რომ ასეთი ინვესტიციები განახორციელოს აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ მთლიანად ზოგადად ჩაბარების პრობლემა არ არსებობს იმიტომ რომ რა სამრეწველო რესურსიც გვაქვს სამრეწველო გადამუშავების რესურსიც გვაქვს დღეს ციტრუსის მიმართულებით ეს მთლიანად მოიცავს იმ ჩვენ სანედლეულო ბაზას რაც გაგვაჩნია ციტრუსთან დაკავშირებით რაც შეეხება მოსავლის უხარისხობას თუ ჩვენ არ დავიცავით აგროვადები თუ ჩვენ სწორად არ მიყვებით აგროტექნოლოგიებს რა თქმა უნდა არ გვექნება ხარისხიანი პროდუქტი და ესეც ერთ-ერთი ჩვენი დიდი გამოწვევაა რომ სახელმწიფომ დიახ თავისი საინფორმაციო საკონსულტაციო სერვისების საშუალებით ცენტრების საშუალებით მოსახლეობამდე სწორად მიიტანოს ტექნოლოგიები. კარგი ძალიან დიდი მადლობა ეს 2030 იყო რეგიონებიდან ნინოცა კახნიაური ხობიდან გვერდებოდა და ადგილზე არსებული ვითარება გაგვაცნო სტუდიის სტუმარი კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გახლდათ. ადგილზე მუშაობას განაგრძობს ნათია თოიძეც, რომელიც სამეგრელოდან უკვე ხვალ ახალი თემით ჩაგვერდება, ეს კი 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ასევე ხვალამდე გემშვიდობებით. მშვიდ ღამეს გისურვებთ დროებით.
გასვლა.